კახეთის მთავარ მოვლენას გურჯაანის ღვინის ფესტივალს მეღვინეობის ქალაქი 11 ოქტომბერს უმასპინძლებს. ფესტივალი, რომელიც წელს უკვე მე-9-ად ეწყობა, ტრადიციულად ერთ სივრცეში გააერთიანებს სხვადასხვა ახლად დადუღებულ თუ წყლობით დავარგებულ ღვინოს, ჭეჭასა და სხვა სასმელებს. წელს ფესტივალის შთაგონების წყარო მრავალხმიანი ქართული ღვინოა. გურჯაანის ღვინის ფესტივალი კი საქართველოს ღვინის წარმოების უწყვეტი ისტორიის გაგრძელება. რასანახაობა ელის სტუმრებს, ვინ იქნებიან სტუმრები და რა აქტივობებს მოიცავს ღონისძიება, სტუმარი გურჯაანის ღვინის ფესტივალის ბრენდ ამბასადორი შოთა ნატროშვილი მოგუყობა ამ ყველაფრის შესახებ. მოგესალმებით. ტრადიციულად უკვე ტრადიციად იქცა გურჯაანის ღვინის ფესტივალი და შესაბამისად ამ წლის ამ პერიოდში ჩვენ ჟურნალისტების გარკვეულწილად ველოდებით ხოლმე რა იქნება მაგალითად ამ წლის სიახლე. შესაბამისად მე ვიღებ და საკმაოდ საინტერესო სანახაობრივად და საკმაოდ საინტერესო ღონისძიება გარდა იმისა, რომ თვითონ ამ პროცესის მონაწილეებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საშუალებაა საკუთარი პროდუქცია გააცნონ საკმაოდ ბევრ იქ მოსულ ადამიანს, იმიტომ რომ წლიდან წლამდე ეს რაოდენობა იზრდება. რა სველოდები წელს? ამით დავიწყოთ ჩვენი საუბარი და მე მივყვეთ თანმიმდევრულად მთლიანობაში ამართლებს თუ არა ამ ტიპის ფესტივალები. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. აღნიშნავ, რომ გურჯაანის ღვინის ფესტივალი უკვე ტარდება 2017 წლიდან და იგი ყოველ წელს უფრო და უფრო იმატებს პოპულარობას. მხოლოდ შარშან ჩვენ გვყავდა 30,000 სტუმარზე მეტი და 400-ზე მეტი მონაწილე. და ეს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მუდმივია ფესტივალის მიმართ ინტერესი. წელს ჩვენ გვაქვს რიგი განსხვავებული ღონისძიებები და საინტერესო ღონისძიებები, რომელთაც ვცდილობთ, რომ მაქსიმალური ინტერაქცია მოვახდინოთ სტუმრებსა და მონაწილეებს შორის. ერთ-ერთი გამოსაყოფი ღონისძიება ცალკე გამოყოფილი პრემიუმ სივრცე, სადაც იქნება წარმოჩენილი საუკეთესო ქართული ღვინოები, მოეწყობა მასტერკლასები, ჩართულები იქნება როგორც საერთაშორისო ექსპერტები, ისე ადგილობრივი ღვინის სპეციალისტები და ჩვენი მთავარი მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია და გურჯაანის როგორც ქალაქის პოზიციონირება ქართული მეღვინეობის გულად და მამოძრავებელ ძალად. თუ შეგვიძლია იმის თქვა კონცეფციაზე ვისაუბრე მე ჩემს შესავალ ნაწილში, რას მოიცავს წლევანდელი კონცეფცია, ანუ რა იქნება მთავარი მამოძრავებელი წლევანდელი ფესტივალის? როგორც აღნიშნეთ, ფესტივალის კონცეფცია წლიდან-წლამდე იცვლება, თუმცა ის ყოველთვის რჩება ქართული კულტურისა და ღვინის კულტურის გარშემო. წლევანდელი წელი ეძღვნება ქართული ღვინოების მრავალხმიანობას, რას ნიშნავს ქართული ღვინის მრავალხმიანობა? მე ძალიან მაინტერესებს, მაყურებლისთვისაც ძალიან ჩვენ ქართველებს ძალიან გვიყვარს და ძალიან ვამაყობთ ჩვენი ღვინით და ამის სულ ვამბობთ, რომ ჩვენ განსაკუთრებული ტრადიციები გვაქვს ამიმართულებით, 800 წლოვანი ისტორია და შემდგომ, მაგრამ რეალურად რას ნიშნავს ქართული ღვინის მრავალხმიანობა და როგორ შეიძლება რომ ეს აუხსნათ ყველა იქ მოსულ ადამიანს, იმიტომ რომ ამ ფესტივალზე ძალიან ბევრი უცხოელიც ღებულობს მონაწილეობას. ჩვენ მოგვეხსენება, რამდენად დიდია ჩვენი ისტორია და რამდენად მრავალფეროვანი არის საქართველოში ყურძნის ჯიშები, რეგიონები და მარანთა სიმრავლე. და ეს თითოეული ელემენტი ქმნის ამ უნიკალურ ჰარმონიას, რომელსაც ასევე შეგვიძლია ვნახოთ და შევიგრძნოთ ქართულ პოლიფონიაში და მრავალხმიან მუსიკაში და სიმღერებში. და შესაბამისად ამ სლოგანით, ასე ვთქვათ, ჩვენ გვინდოდა პარალელი გაგვევლო, თუ რამდენად უნიკალურია ჩვენი კულტურა და თუ რამდენად დიდი კავშირი აქვს თითოეულ ამ კულტურის ელემენტს. რას თავაზობს გურჯაანის ფესტივალი მეწარმეებს? ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია იმის გათვალისწინებით, რომ ცნობილ კომპანიებს აქვს შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე რეალურად გაიტანონ აქტიურად საკუთარი პროდუქცია და მაქსიმალურად გააცნონ საერთაშორისო ბაზრების აქტორებს თავიანთი შესაძლებლობები. მაგრამ მცირე მეწარმეებს მარნებს ხო ამის რეალური შესაძლებლობა არ აქვს და ამ ტიპის ფესტივალები მათთვის ერთგვარი ხელის შეწყობის საშუალებაა. ამიტომ ძალიან საინტერესოა რეალურად ვინც იღებენ მონაწილეობას, ვინ არიან ისინი, არც ცნობილ კომპანიებზე, არამედ მცირე და საშუალო მარნებზე მაქვს საუბარი და რას შეთავაზება გაქვთ რეალურად მათთვის და რამდენად არის ეს ფესტივალი მათთვის რეალურად ხელისშემწყობი? უნდა აღნიშნოს ის ფაქტი, რომ მხოლოდ შარშან ფესტივალს ყავდა 30,000-ზე მეტი მნახველი და ეს არის უპრეცედენტო ფაქტი არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით, როდესაც ასეთი ინტენსივობის ფესტივალზე სრულად უსასყიდლოდ შეუძლიათ მონაწილეებს თავიანთი ღვინოების, თავიანთი პროდუქციის წარმოჩენა. ამ 30,000 ადამიანში საკმაოდ მრავლად არის წარმოდგენილი საერთაშორისო მნახველებიც. წელს სპეციალურად სხვა წლებში სხვათა შორის
ფესტივალის ორგანიზატორები დაეპატიჟებიან საერთაშორისო ღვინის ექსპერტებს, იმპორტიორებს, საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლებს და ვფიქრობ ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის ეს არის უნიკალური შანსი სრულად უსასყიდლოდ წარმოაჩინონ თავისი პროდუქცია. წელს რამდენად ბევრი მეწარმე იღებს მონაწილეობას თუ გაქვთ დასუსტებული? შარშან ზუსტი ციფრები არ ვიცი, მაგრამ შარშან 400-ზე მეტი მონაწილე ყავდა და დღესდღეობით 500-ზე მეტ მონაწილეს ველოდებით და აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს არის შეზღუდული რაოდენობები, ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება და გარდა იმის წინასწარ არ არის განაცხადის გაკეთება სავალდებულო? წინასწარ არის განაცხადის გაკეთება სავალდებულოა, თუმცა ჩვენ არ უზღუდავთ რაოდენობის მხრივ მონაწილეებს და ანუ სივრცე და ინფრასტრუქტურა იძლევა იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად ბევრმა მეწარმემ მიიღოს. და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ თანაბარ პირობებს ვაზრობთ ყველას, იქნება ეს დიდი მეწარმე. რაში გამოიხატება ეს თანაბარი პირობები? ყველას იქნება თავიანთი დახლი, ყველას იქნება თავიანთი ნიშანი, თავიანთი ბრენდის და შემდეგ უკვე თვითონ გამოფენენ ღვინოებს და კი ბატონო, იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე ვსაუბრობ და ამ ფესტივალს ამ ნაწილში ძალიან დიდი როლი აქვს, ქვევრის ღვინო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელზეც დაუსრულებლად შეგვიძლია საუბარი და ამით ეს არის ჩვენი სიამაყე ბუნებრივია. რა თუ არის მიიღებენ წელს მონაწილეობას ქვევრის ღვინის მიმართულებით მეწარმეები აი ამ ფესტივალში მონაწილეობას და როგორ უწყობს ეს ფესტივალი ხელს ქვევრის ღვინის კულტურის განვითარებას ქვეყანაში? ალბათ ფესტივალზე არ არსებობს მონაწილე, რომელსაც ქვევრის ღვინო არ ქონდეს წარმოდგენილი ჩვენს ფესტივალზე, განსაკუთრებით მცირე მარნებს. ჩვენ ღონისძიებებით, ინტერაქციული ღონისძიებებით, გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებებით მაქსიმალურად ხაზს ვუსვამთ ქვევრის ღვინის მნიშვნელობას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საერთაშორისო სტუმრებისთვისაც ჩვენ ვცდილობთ შევიმუშაოთ ისეთი ღონისძიებები, რომელშიც ჩვენ მოვახდენთ ქვევრის ღვინის ადაპტირებას მათზე. ავუხსნით როგორ რას ნიშნავს ადაპტირება საერთაშორისო სტუმრებისთვის? იცით, ჩვენთვის ქვევრის ღვინო არის ჩვენი იდენტობის ნაწილი და ყოველთვის ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მეგზურია. თუმცა ჩვენ იმასაც ვერ ვაანალიზებთ, რომ ხანდახან რომ ეს ქვევრის ღვინო უცხოელებისთვის არის ეგზოტიკა და ხანდახან ჩვენ უნდა ვასწავლოთ თუ როგორ უნდა მოიხმარონ, თუ რასთან უნდა რა კერძებთან უნდა შეუხამონ და როგორ გახდეს მათთვისაც ეს ქვევრის ღვინო როგორც პროდუქტი ყოველდღიურობის ნაწილი. ჩვენ ხა ბევრს ვსაუბრობთ ღვინის მეწარმეებზე, მარნებზე და შემდგომ, თუმცა ამ ფესტივალს და არა მხოლოდ ამ ფესტივალს, ამ ტიპის ფესტივალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის. ეს არის ალბათ განსაკუთრებით როდესაც შემოდგომაზე წყობა, იმიტომ რომ შემოდგომა როგორც ასეთი ტურისტული პროდუქტი, რადგან გვაქვს ამბიცია რომ 4 სეზონიან ქვეყანას წარმოვადგენთ, ძალიან კარგად შეიძლება რომ მივაწოდოთ დაუშვათ უცხოელ სტუმრებს. წელს რით იქნება გამორჩეული ეს ფესტივალი, იმიტომ რომ შარშან მაგალითად მე მახსოვს რომ ძალიან ბევრი უცხოელი სტუმარი ყავდათ უკვე და შესაბამისად ამითაც იყო თვალსაჩინო გურჯაანის ფესტივალი გასულ წელს. ჩვენ წლანწლამდე ყოველთვის ვცდილობთ რომ უცხოელი ბლოგერები და ინფლუენსერები მოვიწვიოთ, არა მარტო ღვინის, ასევე გასტრონომიის განხრითაც, რითიც პოპულარიზაციას ვახდენ საერთაშორისო ბაზრებზე ამ ფესტივალის. მე ძალიან ხშირი შემთხვევა ვიცი, როდესაც უცხოელები სპეციალურად ირჩევენ ამ თარიღს და ამ დროს საქართველოში ჩამოსასვლელად, რომ სწორედ ფესტივალს დაესწრონ. ეს არის უნიკალური შანსი ერთ სივრცეში, ერთ დღეს გაეცნო ქართული კულტურის მრავალ ელემენტს. ეს იქნება ღვინო, გასტრონომია, ცეკვა, სიმღერა და შესაბამისად ეს ქმნის საერთო მუხტს, რომელთაც გაცილებით მარტივად და გასაგებად შეიძლება ქართული კულტურის შეცნობა. თუმცა რამდენად არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ დავუშვათ ამ რაოდენობით ჩამოსული ტურისტები მან რეალურად შეიგრძნოს არა მხოლოდ ფესტივალი, არამედ მთლიანობაში დავუშვათ იგივე კახეთის ღირსშესანიშნაობებს გაეცნოს, ანუ ეს თანმდევი პროცესებია თუ მხოლოდ ამ შემთხვევაში ფესტივალზე სტუმრობენ შემოიფარგლები? ჩვენ საგრძნობლად შეგვიძლია ნახოთ თუ რამდენად ვითარდება წლიდან წლამდე რეგიონი. ჩვენ შაბათი დღე ასევე 11 ოქტომბერი სპეციალურად შევარჩიეთ, რადგან მოწვეულმა ჩამოსულმა სტუმრებმა შეძლონ თავისი სტუმრობის გახანგრძლივება რეგიონში, რითიც ხელი შეუწყოთ რეგიონალურ განვითარებას, იქნება ეს ტურიზმი თუ გასტრონომია და ასე შემდეგ. მივედით ერთ ყველაზე კარგ ნაწილამდე, ბრენდ ამბასადორი. რა თქვენი ფუნქცია ამ ფესტივალზე და რეალურად რატომ არის საჭირო ამ ტიპის ფესტივალებზე ბრენდ ამბასადორის ყოლად არსებობა, იმიტომ რომ ეს მიმართულება ბოლო პერიოდში გააქტუალურდა. თავიდან ასე არ იყო ჩამოყალიბებული ხომ. რა ტიპის ხელშეწყობას ქმნის თავად ფესტივალის კარგად ჩატარებისთვის ბრენდ ამბასადორის სტატუსის მქონე ადამიანის არსებობა? პირადად მე ფესტივალთან მრავალწლიანი ურთიერთობა მაქვს. მე როგორც ჩემი ოჯახის მცირე მარანი 2017 წლიდან ვიღებ მონაწილეობას
მონაწილეობას და როდესაც წელს შემომთავაზეს ეს პოზიცია ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ეს ფესტივალი ჩემ გულთან ძალიან ახლოს არის და ფიქრობ ბრენდ ამბასადორი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სწორედ ეს მესიჯები, რაც მოდის ფესტივალიდან და ეს სათქმელი, ისი თქმაც გვინდა ჩვენ თუნდაც მონაწილეებისთვის და თუნდაც ვიზიტორებისთვის იყოს ლაკონურად ჩამოყალიბებული და მიწოდებული მანამდე. კი ბატონო, და როგორ გესახებათ გურჯაანის ფესტივალის განვითარება? მე პირადად ვისურვებდი, რომ გურჯაანის ფესტივალი იყოს გადანაწილებული რამოდენიმე დღეზე, თუნდაც თუ წელს არის შაბათს, თუ იქნება იმის შანსი, რომ მომავალ წელს და შემდგომში ეს 2 დღეზე იყოს გადანაწილებული, ვფიქრობ ეს რეგიონისთვის გაცილებით უფრო საინტერესო იქნება, გაცილებით დააჩქარებს მის განვითარებას და პირველ რიგში შეუწყობს ხელს რეგიონის პოპულარიზაციას. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ბუნებრივია ბიზნეს პარტნიორი უკვე ფესტივალს როდესაც ის ჩატარდება, მის შესახებაც მოამზადებს რეპორტაჟს და ვაჩვენებთ მაყურებელს თუ როგორი იქნება წელს გურჯაანის ფესტივალი. შოთა ატროშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.